საქართველოს საკითხი იქნება განხილვის თემა რუსულ მხარესთან ლისაბონში ნატოს სამიტზე. ამის შესახებ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ კროულიმაც. მან ჟურნალისტებისათვის ვაშინგტონში სპეციალური შეხვედრა გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი საუბრისას მსოფლიოში აქტუალურ მრავალ თემას შეეხო, თუმცა ძირითადი აქცენტები მაინც ლისაბონის სამიტზე გააკეთა. რუსთავი ორის მიერ დასმულ შეკითხვაზე ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან უთანხმოების საგნად რჩება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემას განვიხილავთ რუსეთთან, საქართველოსთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. როგორც ფილიპ გორდონმა გუშინ განაცხადა, ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების აშენებას რუსეთთან, რამაც შესაძლოა მოუგვაროს ის სფეროები, რომლებშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. საქართველო კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი სფეროა. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს. არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. ვფიქრობ, ეს საკითხი განხილვის საგანი იქნება ლისაბონის სამიტზე, რადგან ეს არის ნატო-რუსეთის საბჭოს პირველი შეხვედრა 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ.